ეს რაილანდ რინონია, ბავშვი, რომელსაც სიმსივნე მანამდე ამოკვეთეს, სანამ დაიბადებოდა. მას გულიდან სიმსივნური წარმონაქმნი დედის მუცელშივე მოჭრეს და საშვილოსნოში დააბრუნეს. ხალხი მეუბნება, რომ ის სასწაულია, საჩუქარია ღვთისგან და ამ ქვეყნად რაღაც განსაკუთრებული მისია აკისრია. სამანტა რინონი 25 კვირის ორსული იყო, როცა გაიგო, რომ მისი შვილის ორგანიზმში იშვიათი სიმსივნე, ინტერპარიკარდიული ტერატომა იზრდებოდა. რაც ჩვენ ვნახეთ, ძალიან დიდი სიმსივნე იყო, რომელიც ყველაზე ცუდ ადგილას მდებარეობდა. ის გულის მარცხენა მხარეს თრგუნავდა და სისხლის მიმოქცევას აფერხებდა. ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო მკურნალობა ამ სიმსივნის ღია ქირურგიული ამოკვეთა იქნებოდა, რომ დაგვეცადა ის აუცილებლად დაიღუპებოდა. ოპერაცია 36 საათის შემდეგ ჩატარდა. კლივლენდის კლინიკის ექიმებმა გახსნეს საშვილოსნო და ნაყოფს ხელები ამოაყოფინეს, რათა მასზე სამედიცინო აპარატურა დაემაგრებინათ. გადახსნეს ნაყოფის პატარა გულმკერდი და ფეთქავი გულიდან სიმსივნე ფრთხილად მოკვეთეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ ბავშვი კვლავ საშვილოსნოში მოათავსეს. ჭრილობები გაკერეს და ორსულობა ჩვეულებრივ გაგრძელდა. ეს საოცრება იყო, როგორც კი სიმსივნე მოცილდა, გულის მარცხენა წინა გული გაიშალა და დავინახეთ, როგორ შეიცვალა სისხლის მიმოქცევის ნაკადი. ოპერაციიდან 10 კვირის შემდეგ ჯანმრთელი ბავშვი სრულფასოვნად დაიბადა. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის სიმსივნის ამოკვეთა ნაყოფის სიცოცხლის შენარჩუნებით დასრულდა. მზად ვიყავი სახლში წამეყვანა და მენახა, როგორ იზრდება ის, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე გამომიცდია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ის პატარა სასწაულია, იმედია იქნება ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრება მხოლოდ ერთი ნაწიბურით გულზე. ლონდონის არქივებში შემთხვევით ნაპოვნი 1668 წლის რუკის საშუალებით შექსპირის სახლის ზუსტი მისამართი დადგინდა. ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი ლუსი მანრო საერთოდ არ ეძებდა შექსპირის სახლს. ის ლონდონის არქივში სხვა პროექტზე მუშაობდა და ძველი დოკუმენტების გადარჩევისას წაწყდა ბლეკფრაიერსის რაიონის გეგმას, რომელშიც დეტალურად იყო აღბეჭდილი შენობის განლაგება. აღმოჩნდა, რომ შექსპირის საკმაოდ სოლიდური ზომის სახლი პირდაპირ ძველი მონასტრის კარიბჭის თავზე იყო დაშენებული. სახლის შეძენის თარიღიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიგვითითებს 1613 წელზე. სწორედ ამ წელს დაიწვა თეატრი გლობუსი, სადაც შექსპირის პიესების უმეტესობა პირველად ითქმებოდა. ბევრს სჯეროდა, რომ ამ მოვლენის შემდეგ შექსპირმა ლონდონს ზურგი აქცია და მშობლიურ სტრატფორდ აპონ ეივონში გადასახლდა. თუმცა ახალი მტკიცებულება ამ მოსაზრებას ეჭქვეშ აყენებს. რუმინეთის აპუსენის მთებში ყინულოვან გამოქვაბულში მეცნიერებმა 13000 წლის წინანდელი მყინვარიდან ამოიღეს ბაქტერია, რომელიც 10 სხვადასხვა თანამედროვე ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული აღმოჩნდა. ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მილიონობით წლის წინანდელი ევოლუციური პროცესია. ბაქტერიის გენომში მეცნიერებმა იპოვეს 11 სპეციფიკური გენი, რომლებსაც შეუძლიათ გაანადგურონ სხვა პათოგენური სოკოები და ვირუსები. ეს უძველესი შტამები შეიძლება გახდეს ფორმულა ახალი თაობის ანტიბიოტიკების შესაქმნელად. ამერიკაში ვისკონსინის შტატის ქალაქ ნესიდაში 16 თვის კენგურუ სახელად ჩესნი, რომელიც მაწანწალა ძაღლებმა შეაშინეს, 2.5 მეტრის სიმაღლის ღობეს გადაახტა და ტყეში გაიქცა. ძებნის ოპერაციაში ჩართეს თბოვიზორული დრონები, რომლებიც კენგურუს გადაადგილებას აფიქსირებდნენ, მაგრამ ჩესნიმ რამდენჯერმე დააღწია თავი ალყას, ერთხელ მდინარეში გადახტომითაც კი. კენგურუ თავად გამოვიდა მაძიებლებთან, როდესაც მათ ტყეში მისი საყვარელი სასუსნავები და ნაცნობი სუნის მქონე ნივთები დატოვეს. ცხოველი უვნებელია და უკვე დაუბრუნდა ფერმას.